მოგესალმებით საქართველოს შემართლობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხზე. ეს გახლავთ გადაცემა მედიცინა შენს ენაზე და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ონკოლოგი ბატონი რემა ღვამიჩავა. მოგესალმებით ბატონო რემა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, რომ დაგვითმეთ თქვენი დრო. და დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხზე, ეს გახლავთ სკრინინგი, რომელიც ეს სიტყვა დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად გვესმის ჩვენ მედია საშუალებებიდანაც, ტელევიზიებიდანაც და საზოგადოებაშიც ხშირად ისმის სიტყვა, თუმცა არც თუ ისე კარგად ვიცით ამ სიტყვის მნიშვნელობა. მინდა თავიდან დავიწყოთ საუბარი, ზოგადად რას ნიშნავს სკრინინგი, რა მოიაზრება ამ სიტყვის უკან და საქართველოში რამდენად არის განვითარებული ეს სფერო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მინდა თქვენ გითხრათ პირიქით მადლობა თქვენ ორგანიზაციას, რამე თუ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, რადგანაც ყველა საქმეს, ყველა კარგ საქმეს სჭირდება პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა. ეს სწორედ ის თემა, რომელსაც ეს კრიტიკულად სჭირდება. რაც შეეხება სკრინინგს, ჩვენ დღეს საუბრობთ კიბოს სკრინინგის პროგრამაზე. სკრინინგი პირდაპირ თარგმანით ნიშნავს გამოხშირვას. რეალურად სკრინინგი გულისხმობს ჯანმრთელი პოპულაციის ხაზს უსვამს იმ ადამიანების, ვისაც არაფერი არ აწუხებს, ამ ადამიანებში გარკვეული კვლევების ჩატარებას, კიბოს წინა დაავადების ან კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის მიზნით. რისთვის კეთდება ეს? ეს დამტკიცებულია და უნდა ჩავთვალოთ, რომ სანდოა, იმიტომ რომ დამტკიცებულია უამრავი უზარმაზარი კვლევების საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევებით, რომ პრევენციული მედიცინით, რომლის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილია კიბოს წინარე დაავადებების აღმოჩენა და მათი დროული და სწორი მკურნალობით, ჩვენ შეგვიძლია კიბოს განვითარება 1/13-ით შევამციროთ. ყოველი 33 ადამიანი 100-დან, ვინც კიბოთი ავადდება, აღარ დაემართება კიბო. ხოლო დანარჩენ ადამიანებში, სადაც კიბოს სამწუხაროდ მაინც ვითარდება, ადრეულ ეტაპზე კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში 1/13-ით ვამცირებთ კიბოთი გამოწვეულ სიკვდილობას. ეს უზარმაზარი ციფრებია, მით უმეტეს საქართველოს მცირე მოსახლეობის ქვეყანა ვართ. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიკვდილი არის, უნდა ვებრძოლოთ ამას, რამე თუ ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და იმის გათვალისწინებით, რომ კიბო მეორე ადგილზეა სიკვდილობის მიზეზთა შორის, ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდი საქმე გავაკეთოთ. რა არის სკრინინგი და რატო ტარდება სკრინინგი? როგორც მე მოგახსენეთ, კიბოს ავტვსებიანი სიმსივნეების და კიბოს მკურნალობის ეფექტურობას და პროგნოზს ყავს ერთადერთი განსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. ეს არის თუ რომელ სტადიაზე, ანუ განვითარების რა ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება. სწორედ სკრინინგი გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ კიბო ადრეულ ეტაპზე, ან ხაზს უსვამს კიდევ უფრო მეტი კიბოს წინარე დაავადება აღმოვაჩინოთ და იმ ადამიანს საერთოდ თავიდან ავაცილოთ კიბოს განვითარება. როდის ტარდება კიბოს სკრინინგი? კიბოს სკრინინგი რომ ჩატარდეს, არის გარკვეული წინაპირობები. პირველ რიგში, ეს არის რომ ეს დაავადება, ანუ გარკვეული ლოკალიზაციის კიბო უნდა იყოს დიდი რაოდენობით კონკრეტულ ქვეყანაში. მაგალითად ძუძუს კიბო. საშუალოდ საქართველოში ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს სადღაც 1500 ძუძუს კიბოს ახალ შემთხვევამდე, ეს დიდი ციფრია. და ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე სახელმწიფოს. რამე თუ მათი მკურნალობა უმეტესი ნაწილი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ასევე არის მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბო. ის არ არის ესე დიდი ციფრებით წარმოდგენილი ავადობა, მაგრამ სამწუხაროდ საშვილოს ყელის კიბო უმეტესად ვითარდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში. იმის გამო, რომ ჩვენ შობადობის პრობლემა ისედაც გვაქვს ქვეყანაში და თან ეს რეპროდუქციულ ასაკის ქალებზეა ლაპარაკი, ეს ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე მსხვილაწლავის კიბო და ასევე ფარისებრი ჯირკვლის კიბო მხოლოდ ქალებში.
რომელიც საქართველოში უკვე მე-4, მე-5 ადგილიდან წინ წამოვიდა. კაცებში არა, ქალბატონებში ის საკმაოდ დიდი ციფრები გვაქვს ფარისებრი ჯირკვის კიბო დაავადებით. აი სწორედ ამიტომ და კიდევ იმის გათვალისწინებთ, რომ კიბო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მოსახლეობის აი ეს ჯგუფები, ვიზაც გათვლილი ასაკობრივი ჯგუფები და კერძოდ ძუძუსთვის ეს არის 40-60 წელი, საშინოს ყელისთვის ეს არის 25-60 წელი და მსხვილნაწლავისთვის და პროსტატის კიბო იგივე არის 50-60 წელი. ამ ასაკობრივ ჯგუფებში სრულად უფასო არის უკაცრავად ძუძუ შეიძლება 60 ვთქვი, 40-70. დიახ. დავაზუსტებ. გაახალგაზრდავდა, როგორც ვიცი, ეს ასაკები ადრე სხვანაირად იყო. არა, სკრინინგი ამას აქ შტარდებოდა ყოველთვის. სკრინინგი ამაზე უბრალოდ თქვენ რასაც ძალიან თელ სოფლიოში კიბოს ასე ვთქვათ აბადობა უფრო ახალგაზრდებშიც წამოვიდა, მაგრამ არა ისეთ დიდი რაოდენობით, რომ ამა რაღაც კრიტიკულად შეცვალოს სიტუაცია. იცით რა არის, საქართველოში კიბო არ არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები რო ავიღოთ, მათგან რაღაც კრიტიკულად განსხვავებული რაოდენობა. უბრალოდ რატომ მოიმატა ეცეთ რაოდენობა? ჯერზერდის მოიმატა ადამიანის საშუალო ცხოვრების ასაკმა. და კიბო არის უფრო 50 წელს გადაცილებული ადამიანების ხვედრი, ვიდრე ახალგაზრდების და ეს კარგია. და გარდა ამისა, ძალიან ნატიფი გახდა დიაგნოსტიკა და ხელმისაწვდომი გახდა დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ რაც მე ჩამოგითვალეთ, ეს ყველა მიმართულება საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა და მისი ეროვნებისა, პირადობის მოწმობა თუ აქვს. საქართველოს მოქალაქე შეუძლია ჩაიტაროს ამ ასაკობრივ ზღვარში აბსოლუტურად მისთვის უფასოდ, ხაზს უსვამ, მისთვის უფასოდ. იმიტომ რომ ამის უკან დგას ბიუჯეტის თანხები და რატო ვიძახი ამას? საქართველოში რატომღაც ესეა მიღებული, თუ ძალიან იაფია ან უფასოა, შეიძლება არის უხარისხო. მერწმუნეთ, ხმამაღლა, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. ის, რასაც თქვენ სახელმწიფო გიხდით და თქვენ ფულს აღარ იხდით სკრინინგის ფარგლებში, იგივე აპარატურაზე, იგივე ექიმები ატარებენ მერე ფასიან სამსახურს. მერწმუნეთ, ეს ხმამაღლა შემიძლია თქვა, რომ სკრინინგში მოცული ყველა დაწესებულება უკვე ციფრული მამოგრაფით სარგებლობს, რაც არის დღეს საუკეთესო აპარატურა ამ მეთოდისთვის. დიახ, როგორ ფიქრობთ, რამდენად ცნობიერია ზოგადად საქართველოს მოსახლეობაში სკრინინგის მნიშვნელობა? დგას თუ არა ეს პრობლემა? პრობლემა დგას და რატო? ასევე იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ჩვენზე ბევრად ადრე დაიწყეს და ბევრად მეტი თანხა ჩადეს ამ სკრინინგის განვითარებაში, დადეს ესეთი დებულებები, რომ სკრინინგის პროგრამის, კიბო სკრინინგის პროგრამის ეფექტურობა მაქსიმალურად რო გამოვლინდეს, უნდა იყოს ასაკობრივი, მიზნობრივი ჯგუფის 60-70% ადამიანებისა მივიდნენ სკრინინგზე. და მაშინ არის მაქსიმალური ეფექტი. 100%-იანი არსად არ ხდება. მაგალითად, ჰოლანდიაში, დანიაში, ფინეთში ეს პროცენტი არის სადღაც 70-80%-მდე ადის. იტალიის ჩრდილოეთში, სამხრეთში ცოტა ნაკლებია. საქართველოში სამწუხაროდ ჩვენ 20-30%-ს ვერ ავწდით. აი ამიტომ არ არის ეს მეტად კიდევ უფრო გასახმოვანებელი და იმიტომ მოგიხადეთ მე მადლობა. ცნობადობა საჭიროა და იცით რა არის კიდევ საჭირო? ბევრ შემთხვევაში ადამიანი ზაღის ვერ მოვიცალე, ვერ უნდა გამოვნახეთ, რომ ეს მიუღებელია. ბევრ შემთხვევაში ისინი არ იძახიან, მაგრამ ისინი ფიქრობენ შინაგანად და ბევრჯერ ისე უთქვიათ შინაურ საუბარში, რომ ვაიმე რამე რო აღმოჩნდეს. თქვენ დალოცვილებო, იმიტომ არის ეს, რომ ღმერთმა აქნას თუ რაღაც აღმოგაჩნდება დროულად, იქნები ჯანმრთელი, ბედნიერი და შენ ოჯახთან. და იმათ მინდა უთხრა, აბა დაფიქრდით, ესე თავის მოტყუებით, ვაი რო აღმოგაჩნდეთ ღმერთმა აქნას შორსალ ფორმაში, მე რა უნდა ქნათ, თქვენ და თქვენმა ოჯახმა. ამიტომ პირიქით, მე მინდა გთხოვოთ ყველას, სტუდენტებს, დიდებს, უფრო პატარებს, რომ პირიქით, თქვენ ოჯახში, მეზობლებში, გარემოცვაში, სამეგობროში მოუწოდეთ ყველას, რომ ჩაიტარონ
კიბოს სკრინინგი. მით უმეტეს, როცა სახელმწიფო ამას გაძლევთ საშუალებას, რომ უფასოდ ჩაიტაროთ. დიახ. ცნობიერების ამაღლების მიზნით თუ ტარდება მაგალითად რამ პროექტები ამ მიმართულებით? ცნობიერების ჩატარებით მიზნით ტარდება, დაავადება და კონტროლის ცენტრი ყოველ წელს აცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია ამას ატარებს. ჩვენც ვცდილობთ ჩავერთოთ მათთან ერთად. გარდა ამისა ტარდება ყოველწლიურად მარათონი კუსტბაზე სირბილი ტარდება და დაუშვათ ეს სწორედ ცნობადობის ამაღლების კენანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ნამდვილად არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ამაზე უნდა იყოს მუდმივი საუბარი. არ შეიძლება რომ ერთხელ ხო გავაკეთე და არ ხდება. ამაში ჩადებული ფული უნდა იყოს ბევრი და ბევრი, სწორად ჩადებული და ეფექტურად დახარჯული. ეს არის სწორედ მასმედიის, ამას ექიმები ვერ გავაკეთეთ. ეს უნდა ქნას მასმედიამ და განსაკუთრებით ტელევიზიამ. რამე თუ ტელევიზიით ჩატარებული აქტივობების ეფექტურობა ბევრად მეტია ვიდრე დაუშვათ იგივე ბუკლეტები, იგივე რადიო გადაცემები და ყველაფერი, მაგრამ ეს საჭიროა. რა უნდა გაკეთდეს, მე მიჭირს ამაზე საუბარი, ეს უკვე სწორედ მასმედიის წარმომადგენლების პროფესიონალური ინტერესია, მაგრამ საჭირო რო არის და არ არის დღევანდელი არსებული საკმარისი ფაქტია. მეტი და მეტია საჭირო. უნდა იყოს ამაზე ток-შოუები. მე გეტყვით მარტივად, როცა მე სკრინინგ ცენტრს ხელმძღვანელობდი, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შემიძლია გითხრათ, რომ მე არ მეზარებოდა და პრაქტიკულად ორ კვირაში ერთხელ ვიჯექი რომელიმე ток-შოუში. იცით რა დავაკვირდით? აი როგორც კი ток-შოუში წავიდოდა აი ამაზე ცოცხალი საუბარი, ერთი 10 დღე სკრინინგზე მოსული მოსახლეობის და პიკსაც ღწევდა. მერე გადიოდა რამოდენიმე დღე, მერე ისე მოდიოდა ნელა ქვემოთ. ეს ჩვეულებრივია. ეს არ არის ჩვენი სცენარი. ეს ეხება მთელ მსოფლიოში. ამიტომ ამაზე უნდა იყოს სულმუდმივი საუბარი. დიახ, ხაზი უნდა გაუსვათ იმასაც, რომ საქართველოში არ დგას მხოლოდ ეს პრობლემა და მსოფლიოს პრობლემაა, როგორც ვიცით, ჯანმო ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს ონკოლოგიას. და საპატიო ადგილი უჭირავს ამ პრობლემას, როგორც ვიცით, ანტიბიოტიკების რეზისტენტობის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ეს ჩვენი ონკოლოგიური დაავადებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ სკრინინგ ცენტრებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ. მნიშვნელოვანია ასევე ოჯახურ ანამნეზზეც რო ვისაუბროთ პაციენტებში, რომელთა წინაპრებსაც ჰქონდათ დადასტურებული შემთხვევა. კი ბატონო, ამას ქვია დატვირთული მემკვიდრეობა სამედიცინო ენაზე, რომ თუ დავუშვათ დედას, ბებიას, ან დეიდას, ჰქონდა ძუძუს კიბო, ან გენიტალიის კიბო, ან რაიმე სხვა ლოკალიზაციის კიბო. კი ბატონო, ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კატეგორიულად ვიძახი, ამას სრული პასუხისმგებლობით. თუ დედას ჰქონდა კიბო, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შვილს ექნება ან შვილს ექნება. ეს არ არის ცდარია, სრული არასწორი ინფორმაცია. უბრალოდ ეს არის მიდრეკილება, წინასწარი განწყობა. უბრალოდ ამ პაციენტების შვილებმა და დავუშვათ ამ ხაზმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს თავის იმას. ძალიან დიდი შანსია საერთოდ არ გამოჩნდეს არსად, მაგრამ მეტი ყურადღება დაუთმოს. არსებობს კიბოს წინა დაავადებები, რაზეც ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ, ისინი არის ორი. არის ფაკულტატური და არის ობლიგატური. აი მაგალითად, ფაკულტატურად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ქრონიკული ანთებითი დაავადება, არის კიბოს წინა დაავადება. მაგრამ ფაკულტატურია, იმიტომ რომ ის არ არის ისე, რომ ის აუცილებლად კიბოდ გადაგვარდება. უბრალოდ ის არის ხელის შემწყობი ერთ-ერთი და არა საკმარისი ფაქტორი, რომ კიბო განვითარდეს. მაგრამ ამავე დროს არის ობლიგატური კიბოს წინა დაავადებები. მაგალითად, ხაზს უსვავ არა პოლიპი, არა ერთეული პოლიპი და არც ჯგუფური პოლიპი. არამედ ოჯახური დიფუზური პოლიპოზი, ეს სხვა დაავადებაა, რომელიც გადაეცემა გენით. აი ეს ის შემთხვევა, რომ კანონიც არსებობს. თუ შენ დაუდგინე პაციენტს ოჯახური დიფუზური პოლიპოზი, შენ ვალდებული ხარ გააფრთხილო და მისი შვილი, მისი ძმა, მისი და მოიყვანო და ჩაუტარო კოლონოსკოპია. მსხვილად-წნავის პათოლოგიაზე ლაპარაკი. და რატო? ეს არის ობლიგატური კიბოს წინა დაავადება, რომელიც 100%-ში გადაგვარდება კიბოთ.
და ამ შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა, რომ ამ ადამიანს ააცილო კიბოს განვითარება. კიდე ერთხელ ვძახი, ეს არის ობლიგატური კიბოს წინა დაავადება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ის მოსაზრება, რაც თქვენი კითხე და მესმის, მოსახლეობაში გარკვეულ შიშტოებს გასაგებია, რომ სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ შვილიშვილს ან დას აუცილებლად კიბო განვითარდება. ნამდვილად არა. დიახ. როდესაც სკრინინგზე ხდება აღმოჩენა აი ამ ვერაგი დაავადების, რა თქმა უნდა, გამოსავალი არის გაცილებით უკეთესი, ხო ესეა? თქვენ თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ აი თქვენი შემთხვევებიდან ესეთი მაგალითები მაგალითად. მე როგორც მოგახსენეთ, კიბოს მკურნალობის მთავარი პროგნოზული ფაქტორი გახლავთ თუ რა ეტაპზე აღმოჩნდა აუცილებლად სიფსული დიაგნოსტიკის მომენტში. ზოგადად კიბო არ არის ის დაავადება, რომელიც აუცილებლად სიკვდილს იწვევს. მე შემიძლია გითხრათ, უყურეთ, აი ცოტა უცნაურ ფენომენთან გვაქვს საქმე. პირველ ადგილზე სიკვდილის სტრუქტურაში დგას გულსის ზარღვთა მწვავე უკმარისობა, ხო? ეს არის მიოკარდიუმის ინფარქტი და ასე ვთქვათ, ინსულტების სხვა ფორმა. თქვენ გაგიგიათ, რომ ვინმეს დაემალოს, რომ ის ოჯახის წევრს ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. ხარ გაიგეთ? მეც არ გამიგე. პირიქით, თუ ადამიანს აქვს, უფრთხილდებიან, ცივნიავს არ აკარებენ, არ ინერვიულოს, სიგარეტი არ მოწიოს, მეგობრებთან ღვინვარ, ხო, ლოგიკურია ეს ყველა. კიბო არის მესამე ადგილზე. მეორეზე არის ტრავმები. დაფიქრდით, აბა. რამდენსაც გინდათ, იმდენს დაგისახელებთ ადამიანს. პაციენტი რომ მოდის ჩვენთან, სანამ გავსინჯავ, რეკავს ნახევარ თბილისს, მისი საახლობლო და მეუნებია რომ თუ კიბო აქვს არ უთხრა. ჯერ მეორე საკითხია რომ ადამიანს კიბო აქვს თუ ფილტვების ანთება აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია. მან უნდა იცოდეს. და მე იმან უნდა გადაწყვიტოს და ექიმს უთხრას, ვის უთხრას და ვის არა. იმიტომ რომ ეს სხეული მეკუთვნის მე. არ ჩემ ოჯახს, არ ჩემ სამეგობროს, არ ჩემ თანამშრომლებს და არ ჩემ ქალაქში საზოგადოებას, ხო? ჩემია და მე ვწყვიტავ. ხო ლოგიკურია. შესაბამისად, კიბო არ არის ინფექციური დაავადება, რომ საუბრით ჰაერწვეთოვანი გზით გადაედოს ერთიდან მეორეს. ეს არ არის ვენერიული დაავადება, რომ რაღაც არასწორი ქცევით და იმით, ანუ სამარცხვინოებით მოხდეს ამით დაავადება. რატო იმალება კიბო? ჩემთვის დღემდე აუხსენელია. კიბო თუ აქ უნდა დაუმალონ ბოლომდე. ეს ადამიანს აყენებს აბსურდულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ისევ რომ დაუბრუნდეთ თქვენ ძირითად კითხვას. მხოლოდ ადრეული დიაგნოზისას დასმული კიბო 100%-იანი განკურნებადია. მე უბრალოდ გარკვეული კი არა, სწორი წესების დაცვით, რაც პირად ინფორმაციის საიდუმლო შეეხება, ვერ ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ გარშემო, ჩემ გარშემო უამრავი ხალხი ამ საზოგადოებაში, ვისაც ჰქონდა კიბო, ვისაც ადრეულ სტადიაზე დაუდგინდა სიმსივნე, ვინ ჩაიტარა სწორი და დროული მკურნალობა და დღეს ისევ ბედნიერად ცხოვრობს, ოჯახში ბედნიერია, სამსახურში დადის, აქტიურია და საზოგადოების წარმატებული ნაწილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა, მაგრამ ეცით ეს ტაბუ, რომ კიბო არ ეს ნელ-ნელა, ამას ბრძანებით ვერ შეცვლი. ეთქმა რაღაც დრო უნდა გავიდეს. აი მე რო თქვენ ხელა ვიყავ, მაშინ კატეგორიულობა იყო. ეხლა ეს იცვლება კარგი მიმართულებით რა. კიდე ერთხელ ვიძახი, რომ ადამიანს კიბო აქვს, ფილტვების ანთება აქვს თუ წყლოვანი დაავადება აქვს, კუჭის ხო? ეს ექიმმა უნდა უთხრას პაციენტს. და მე პაციენტმა უნდა უთხრას ექიმს, ვინ უნდა იცოდეს ამის თაობას. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩემი. და ის რომ გაიგოს კიბოს დიაგნოზი თავს მოიკლავს, მე 85 წლიდან მუშაობ ონკოლოგად. მე არ მინახე ესეთ. აჟიოტაჟს ქმნის გარემოცვა. პირიქით, იმ ადამიანმა უნდა იცოდეს და მან უნდა გადაწყვიტოს ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა, ისევე როგორც ყველა სერიოზული დაავადების, იგივე მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის შემდგომ პერიოდში. ეს ბრძოლა. და იმ ბრძოლაში საკმაოდ არის გვერდითი მოვლენები, რომელთა გადატანა პაციენტს ძალიან გაუადვილდება, თუ მას ყავს გარემოცვა. და ის სწორედ ეს გარემოცვა უნდა შეარჩიოს ამ ადამიანმა. და არა ისე, რომ იცოდეს ყველა და ამ ადამიანმა არაფერი არ იცოდეს.
ამას კიდევ მეორე რამე აქვს. ეგ კი არა, თუ შორსასული ფორმაა სიმსივნის, რომელიც სამწუხაროდ განკურნება შეუძლებელია. და პირიქით რაღაც ლიმიტირებულია უკვე. ისიც უნდა იცოდეს, მე რომ გითხოთ. იცით რატო? ძალიან ბევრი მიზეზია. ეს მისი უფლებაა, მისი ცხოვრებაა. შეიძლება იმ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა და ვიღაცისთვის ეთქვა, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ. ვიღაცთვის ბევრი ყვავილები ეჩუქებინა, ვიღაცა დაეპატიჟა სადღაც. რატო არ თქმა უფლებას? ვინ მოგცა ამის უფლება, რომ აი ამ უფლებას არ თქმა ადამიანს? ამიტომ მოდით ესე ვთქვათ რა, შენი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა შენი საქმეა და მე შენს ყვიდა ვინ უნდა იცოდეს. რაც შეეხება განკურნებულ პაციენტებს, უამრავია, მერწმუნეთ, უამრავია სკრინინგის შედეგად. მათი უმეტესობა სკრინინგის შემდგომარი. სკრინინგი დაიწყო 2008 წელს საქართველოში, თბილისში და 2011-დან მთელ საქართველოში გავრცელდა. ამიტომ გეუბნებით, უამრავი პაციენტია. გამიგეთ, ბევრი მათგან მე გეტყვით მაგალითად, არის გამარჯვებულ ქალთა კლუბი ესეთი. ქართველი ქალბატონები არც მალავენ, ვინც ძუძუს კიბო დაამარცხა. იცით რა არის, სადღაც 600-ზე მეტი არიან უკვე თითოეულ ეს ქალბატონები და ფილიალები აქვთ. ზუგდიდში, ლანჩხუთში, ქუთაისში, ბევრ ქალაქში. იზრდება ეს გუნდი და იცით რა რატოა მათი მნიშვნელობა, ძალიან მნიშვნელოვანი მათი აქტივობა? მე როცა ამას ვიძახი, მე ექიმი ვარ და საზოგადოებაში შეიძლება მაინც გაჩნდეს ინტერესი, რომ მე დაინტერესებული პირი ვარ. ეს ქალბატონები გამოდიან და იძახიან, მე მქონდა ძუძუს კიბო. მე ჩავიტარე ეს. ჩვენ მაგალითად ვფიქრობთ, აი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ძალიან მინდა რომ განხორციელდეს. უყურეთ, სულ რამოდენიმე, შეიძლება 10-15 საქართველოს მასშტაბით სტაციონარია, სადაც ძუძუს კიბოს კურნალობენ. ქირურგიულად, ქალისთვის ძალიან ტრავმულია. იმის შეგრძნება, რომ უნდა ძუძუზე ჩატარდეს ოპერაცია, ან საერთოდ კურნალობის გასაგებია. შესაბამისად, ამ ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია. ოპერაციის წინა დღეს ეს ქალბატონი ძალიან ნერვიულობს. აი იმ ქალთან ექიმი კი არ უნდა მივიდეს დასამშვიდებლად. აი იმ კლუბის წარმომადგენელი უნდა მივიდეს. იქ ნდობის ფაქტორი არის 100%. ვინც გაიარა უკვე. გასაკვირველია. ის ეტყვის და არავის არ ატყუებს. ეტყვის რომ არის სირთულეები დაუშვათ, გვერდითი მოვლენები, ეს, მაგრამ ესია რა. აი ამიტომ უნდა იცოდეს ადამიანმა თავის დიაგნოზი და კიდე ერთხელ ხაზს უსვავ, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი კიბო ინკურნება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება. შორეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება კბილის არ იყოს, რომელიც ამოღებამდე კბილი არ უნდა მიიყვანო. აი ეს თემაა რა. შორსასული მიოკარდიუმის პრობლემა თავდება ლეტალობით, ინსულტი შორსასული და დაგვიანება თავდება ლეტალობით, ტუბერკულოზი შორსასული დაგვიანებული და ყველა დაავადება შორსასულ ფორმაში უმეტესად თავდება ცუდად. კი ბატონო. ეხლა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა პაციენტისთვის. კი ბატონო. და ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს როგორც თავად პაციენტი, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებიც, ხომ ესეა? რამდენად აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა, ოჯახის წევრები რამდენად აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში, თავად პაციენტისთვის? იცით რა არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან აი ეს რომ ამაზე საუბარი რომ დავიწყოთ, ჯერ უნდა საბაზისოდ ვაღიაროთ ის რომ პაციენტმა უნდა იცოდეს თავის მდგომარეობა. ამის შემდგომ ოჯახი, იცით რა არის? ონკოპაციენტის კურნალობა კიდევ ერთხელ გარკვეულწილად ეს არის მის ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ეტაპი, ხო? რომელიც მოდეს ვთქვათ, არ არის ეს იოლი საქმე რა, ფსიქოლოგიურადაც, გარკვეული გვერდითი მოვლენებიც, როგორც ქიმიოთერაპიას, ხიურთერაპიას, ოპერაციას, ხო? აქედან გამომდინარე, მას ჭირდება მხარში დგომა, პირველ რიგში ფსიქოლოგიური. მე რა ვიცი, მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ესეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, შეიძლება მე ვწდები ფსიქოლოგებთან ბოდიშს მოვიხდი თუ ესეა, მაგრამ ოჯახზე მეტად გაუწიოს ვინა. თუ ეს არის ბოდიშს ვიხდი ნორმალური ოჯახი, ნორმალური ურთიერთობები. რა ვიცი, ამიტომ ოჯახის ჩართულობა, თუმცა ისევ და ისევ ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება აი ამ მხარდაჭერაში, თუ ფსიქოლოგი თავის რეკომენდაციებს გასცემს, უდაოდ.
იმიტომ რომ ოჯახის წევრები არ არიან ექიმები, მით უმეტეს არ ფსიქოლოგები, რასაკვირი ისინი არიან ოჯახის წევრები, ვისაც ყველაზე მეტად შეტყივა გული ამ შემთხვევაში პაციენტს. მაგრამ ფსიქოლოგის ჩართვა რასაკვირველია, კარგი სმეტი არ იქნება არაფერი. და მთავარი რაც არის, იცით, მე ვფიქრობ, რომ იმ პაციენტს უნდა ჯეროდეს თავის ექიმის. და თუ ტყუილია, იქ ექიმის ნდობა უკვე სათუო. სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც რო ვისაუბროთ, აი ჩვენ შევეხეთ ახლა მეზობელ ქვეყნებს, ჩვენს ქვეყნებს. ზოგადად აი ევროპის ან თუნდაც მსოფლიო მასშტაბით ამ ასპარესზე რა მდგომარეობა უჭირავს საქართველოს, რა პოზიციებზე ვართ? მოდი დავიწყოთ კარგიდან. ჩვენ რეგიონში ვართ ლიდერები. მაგრამ მე მაგალითად მაქსიმალისტი ვარ ამაში და ლიდერები ვარ თუნდაც იმიტომ რომ დავიწყეთ ყველაზე ადრე და პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა მარტო ჩვენ გვაქვს, ჯერჯერობით. არა აქვთ. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს არ მინდა დავასახელო ეს ქვეყნები, რომ არავინ არ ეწყინოს. რა შეეხება ევროპას? ევროპაში მე ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ. სადღაც შუასთან მიახლოებულები. იმიტომ რომ ეს მოცვის პროცენტი დაბალი, კი ბატონო, ბელ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში წესია. გამიგეთ? ამის ლიდერები უდაოდ არიან სკანდინავიის ქვეყნები. აი მოცვის პროცენტი სადაც ძალიან მაღალია და ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, ამაზე არ არის საუბარი. მაგრამ აი მაგალითად თუ ავიღებთ გერმანიას, საფრანგეთს, არის დიდი ქვეყნებია ძალიან. არის რაღაც უბნები, სადაც ძალიან კაი შედეგებია. იგივე იტალია. არის უბნები სამხრეთ იტალიაში, სადაც დაბალია მოცვის პროცენტი. ისე რომ ევროპაში ჩვენ რეგიონში ვართ ლიდერები, ევროპაში სადღაც შუა პოზიციებისკენ მივდივართ. რა განაპირობებს ამ წარმატებას, ამ ქვეყნების წარმატებას ამ მიმართულებით? რატომ არის ესეთი ჩართულები? კი ბატონო, მენტალობა, მხოლოდ და მხოლოდ მენტალობა. აი ჩვენ უნდა გარდავტეხოთ ეს მენტალობა, რომ ადამიანს არ ეჟინოდეს იქ მისვლა და რისი საფუძველი არ არის. ვაი რამე არ დამემართოს, ჩვენ შევთანხმდით, ვაი რამე არ მჭირდეს. რამე რო გჭირდეს და შორსწასული ფორმა იყოს, მერე რა ვქნათ. თქვენ და თქვენმა ოჯახმა. მეორე, ღმერთმა არ ქნას, თუ კიბოს მაინც გაჩნდა და ადრეულ ეტაპზე დავიჭირეთ, აი რა ვქნა ფინანსურად ნუ გარიძახს, ნუ რა აფინანსებს სახელმწიფო ამას. იყო დრო, როცა ეს არ ფინანსდებოდა და გინდა ადრე აღმოგეჩინა, გინდა არა. ადამიანს თუ არ ქონდა ამის საშუალება, ვერ მკურნალ. დღეს ეს თემა მოხსნილია. ამიტომ დარჩა მენტალური აი გადაწყობა აზროვნების რა, მეტი არაფერი. და ამაში კიდევ ერთხელ ნუ ეხა ძალიან დიდი დროა რომ თქვა თაობა უნდა გამოიცვალოს მეთქი. რო გამოიცვლება თაობა, რო იქნება თქვენი თაობა რო გახდება ჩემი თაობის, თქვენ იქნებით იდეალურ საქართველოში. მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ თქვენ თაობა რო ჩემ თაობამდე მოვიდეს, სკრინინგს ბევრად ადრე ჭირდება. ამიტომ პირიქით თქვენ თაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ აიძულოთ თქვენი მშობლები, თქვენი მეგობრები, თქვენ გარჩემო საზოგადოება მივიდნენ სკრინინგს. უნდა მივიდეს, მეტი არაფერი და დრო ვერ გამოვნახე, ეს მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა კი ბატონო, სახელმწიფო აფინანსებს სკრინინგს, მაგრამ აქაც მე ძალიან კატეგორიული ვიქნები, რომ მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი თანხა. მეტად უნდა გაკეთდეს. იმიტომ რომ არ არის ეს ალბათ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობთ. ცნობიერების აღადება და სკრინინგში ადამიანი ფულს რო არ იხდეს, სახელმწიფო უხდეს იმ დაწესებულებას. მაგრამ არ არის საკმარისი ის, მეტი უნდა გადაიხადოს. და რატო აი მარტივად გეტყვით. აი ეს არის სკრინინგის პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო იხდის გარკვეულ თანხას. ძუძუს კიბოს სკრინინგში. აი ეს არის კერძო კლინიკა და დღეს ყველა კლინიკების თითქმის 100% კერძოა, ხო, ანუ პროვაიდერებიც. თუ სკრინინგში მივიდა, სკრინინგით გაიარა, გარკვეულ თანხას იღებს. თუ ის კერძოდ მივიდა და არა სკრინინგით გაიარა, მე ამას ხიათ ვიძახი. ბევრად თითქმის ორმაგია. ოღონდ პაციენტი იხდეს. ამიტომ დაწესებულებას უნდა კონდეს ინტერესი, თუნდაც უნდა გაათანაბრო. დაწესებულების ინტერესი უნდა იყოს, რომ სკრინინგში მოვიდეს ადამიანი, ფინანსური ინტერესი, იმიტომ რომ იმ დაწესებულებას თავისი პრობლემები აქვს, ფინანსური, თავისი გადასახადებია, გამიგეთ? კერძო მედიცინას მე არ ვარ პირიქით, ძალიან კაია და ძალიან კაი განვითარება პოვა, მაგრამ ეს სკრინინგი რახან სახელმწიფოა, სახელმწიფო არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა დააფინანსოს. ეს ჩემი მოსაზრება.
დიახ. აუცილებლად უნდა შევეხოთ ზოგადად ამ პრევენციულ ზომებს, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, როდესაც სურს გაიგოს საკუთარ თავზე ინფორმაცია აქვს თუ არა, კიბო. აი სად უნდა მივიდეს, მაგალითად, როგორც ვიცით, რეგიონებშიც არის ცენტრები, თბილისშიც არის. რომელთა ცენტრები არის თბილისში, ცენტრი არის ქუთაისში, ცენტრი არის ბათუმში, ზუგდიდში, ლანჩხუთში, ბევრი ცენტრია. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ, შეხვიდეთ დაავადება და კონტროლის ცენტრის საიტზე. დიახ. და ნახოთ. იქ სრული ინფორმაცია არის რეგიონების მიხედვით, სად რომელი ცენტრია და მისამართი გაიგოთ და ყველაფერი. ხელმისაწვდომია მარტივად ეს ინფორმაცია. სრულად. კი ბატონო. დიახ, შედეგებზეც რო ვისაუბროთ, როგორც ვიცით, ყოველთვის ესე რადიკალურად დადებითი ან უარყოფითი პასუხი შეიძლება არ მოგვივიდეს სკრინინგის ჩატარების შემდეგ. ამ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც საეჭვო პასუხს ვიღებთ და ეს პროცესი ხანგრძლივდება, ესე რა ვთქვათ. კი ბატონო. არა, პროცესი არ ხანგრძლივდება. სკრინინგისში ჩატარებული კვლევების პასუხის 7 სამუშაო დღე უფლება აქვს მას ჭირდება, რომ პასუხი გასცეს. სკრინინგიდან შეიძლება მიიღო ესეთი პასუხი. პირველი, ნორმა, არაფერი პათოლოგია არ არის და დაგიბარებენ 2 ან 3 წლის მერე გააჩნიათ ძუძუ, საშინაო წყელი თუ მსხვილნაწყები სხვა პერიოდულობა. და სხვა შორის ძალიან კარგი დაიწყეს. ეხლა უკვე ვისაც გავლილი აქვს, მათი მონაცემთა ბაზა ხომ აქვთ და უკვე 2 წელი გადის, გირეკავენ და გახსენებენ რომ მიხვიდე. ეს თუ არაფერი არ არის, პათოლოგია ნანახი. მეორე, თუ პათოლოგია ნახეს, უკვე გიშვებენ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში. ან სადაც ძუძუს პათოლოგიის მკურნალობა მიდის, ან გინეკოლოგიური, ან მსხვილნაწყლავის, ან შესაბამისად. არის კიდევ რომ არ არის აქ კიბო, მაგრამ რაღაც ცოტა საეჭვო უბანია. აი საეჭვო უბანია 2 წლის მერე კი არ გიბარებენ, 6 თვეში გიბარებენ და ისევ უფასოდ, ანუ რისკის ჯგუფში თუ შეხვედე 6 თვეში გიბარებენ, შეუძლება აქვთ 6 თვეში და 12 თვეში დაგიბარონ. ნაცვლად 2 წლისა. რომ არ მოხდეს გამოპარვა რამის და თავიდან ატარებენ მკურნალობას. ანუ გაურკვეველი პასუხი არ არის. ან არის უარყოფითი, რაც არის აბსოლუტური უმრავლესობა სამწუხარო შემთხვევებში არის კიბო და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სკრინინგში უკვე არის ადრეულ ეტაპზე, არის შუალედური რისკის ჯგუფი. თუ შეიყვანეთ, აი მაგალითად თქვენ რომ მკითხეთ, თუ დედას ქონდა კიბო და ეს რისკის ჯგუფშია შეყვანილი, ამ ადამიანს სულ არაფერი არ ქონდეს პათოლოგია, მაინც 6 თვეში უფლება აქვს დაიბარო. ან 12 თვეში. რომ გაორმაგებულად მიაქციო ყურადღება. და არის კიდევ თუ აღმოაჩინეს კიბოს წინა დაავადება, იქაც გეუნებია რომ აი კიბოს წინა დაავადება და უნდა მოხდეს ამის მკურნალობა. აქვე კიდევ ერთხელ ვიძახ, ყველა ამ შემთხვევაში მკურნალობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დიახ, საინტერესოა ასევე საქართველოში ზოგადად მიმართვენობის კუთხით. მოდიან პაციენტები, რომლებსაც საერთოდ ჩივილები არ აქვთ. თუ მოდიან ისეთი პაციენტები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ ეს სიმპტომები. აი ძალიან კაი კითხვა დასვით თქვენ და თქვენვე კითხვას შევაბრუნებ. კიდევ ერთხელ მე თავში თქვი, სკრინინგი ეს არის პროცესი სამედიცინო გამოკვლევების აბსოლუტურად ჯანმრთელი პოპულაციისთვის, ვისაც არაფერი არ აწუხებს. შესაბამისად, იდეალი არის რომ ადამიანი მოვიდეს სანამ რამე შეაწუხებს. მაგრამ თუ ადამიანი მიდის და მას ასაკობრივი ჯგუფით ეკუთვნის, არავინ არ ეუნება მას, რატომ რასაკვირველია. უნდა მოვიდეს და მიიღებენ ყველას. დიახ. როგორც ვიცით, ჯანმრთელი ადამიანებისთვის ტარდება ეს სკრინინგი, თუმცა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აბსოლუტურად მიიღებენ, რასაკვირველია. აი ყველა თქვენ აძანეთ, კიდევ ერთხელ, ამით განსხვავდება სკრინინგი ადრეული დიაგნოსტიკისგან. თუ იმიტომ რომ სკრინინგი იწვევ კვლევაზე პოპულაციას, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა იცით რა არის? ადამიანმა თქო რაღაც შეაწუხა და მოდი წავიდე. ისიც უნდა მივიდეს სკრინინგში, მაგრამ ის არის ადრეული დიაგნოსტიკა. ძალიან დიდი როლი აქვს ოჯახის ექიმებს, ძალიან დიდი. რომ გააგზავნონ. სწორად აუხსნან, სწორი მიმართულება მისცეს იგივე რეგიონებში.
ჩვენ ამაზე გამოდმებით მუშაობთ, მაგრამ ეტყობა ეს მუშაობა არ არის საჭირო. ნუ მიწყენენ ისინი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, იმიტომ რომ ბევრი არიან, ყველას ჩვენ ვერ გავწვდით, ბევრ შემთხვევაში ოჯახის ექიმს ყველა უმეტესობამ რა საკვირველია პირიქით ძალიან კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ თვითონ არ აქვთ ბოლომდე ინფორმაცია. რა არის სკრინინგი, მისი არსი და რა არის მადლი ამ სკრინინგის, აი რა შედეგებს უნდა ველოდოთ. დიახ. ბოლოს რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის? ჩემი გზავნილი იქნება, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ჩვენ გვაქვს იდეალური პირობები, რომ გავხდეთ კაი ქვეყანა. იმიტომ რომ ყავს კაი ხალხი, კაი ბუნება გვაქვს. ერთი რაც გვინდა, სიმშვიდე, ნუ ეჩხუბებით ერთმანეთს, მოვეფეროთ ერთმანეთს და ვისწავლოთ შრომა. თქვენ ეტაპზე ახალგაზრდებს მოგვერთვათ შრომა არის სწავლა. თუ იქნებით ძალიან მაგარი ექიმები, დამიჯერეთ, რომ ყველას თეთრი შური თუ შავი შური შეშურდებოდა. იყავით მაგრები. ზომიერება, რაც შეეხება, აი კიბოს ზომიერება ყველაფერში. კატეგორიულად წინააღმდეგარი ეს არ ჭამო, ის არ ჭამო. რა საკვირველია, თამბაქო, ჯობია არ მოიხმაროთ, ალკოჰოლი ზომიერად ბევრი იმოძრავეთ და ეცადეთ გაექცეთ ამ ნერვულ სტრესებს. კიბოს გარეშე, გარდა ყველაფრისთვის კარგია. პირველ რიგში გაუღიმოთ ერთმანეთს, მეტი არაფერი. და ჩვენი საქმე იქნება ძალიან კარგად. ძალიან დიდი გაიხარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ვინც გვიყურებს, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ აუცილებლად ადგება და სკრინინგზე წავლის. ძალიან კარგი, ეს არის ჩვენი მიზანი, სწორედ. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. გაიხარეთ. პირიქით, მადლობა, რომ კაი საქმე საკეთებთ. მადლობა მინდა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს მხარდაჭერისთვის. აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დროებით.